დღეს ძალიან საინტერესო თემაზე ვისაუბრებთ. ხშირად არის ხოლმე ყველას ოჯახში გამოგვიცდია ხოლმე რაღაც ანთებითი ცვლილებები და გამოგვიყენებია ხოლმე ანტიბიოტიკები. რამდენად არის რაციონალურად ან არარაციონალურად გამოყენებული ჩვენს მიერ ან სხვადასხვა ექიმების მიერ დანიშნული ანტიბიოტიკები, ამასთან დაკავშირებით დღეს მოვიწვიეთ არაჩვეულებრივი სპეციალისტი, ინფექციონისტი, მედიცინის დოქტორი ქალბატონ მაია ბუწაშვილი. დილამ მშვიდობის ქალბატონ მაია. დილამ მშვიდობის, მადლობა მოწვევით. დიდი მადლობა. ქალბატონ მაია, როგორც ამოვიკითხებ, სოფლიო ორგანიზაცია აქვს ესეთი გამონათქვამი, არ ვიმოქმედებ დღეს, ვერ ვუმკურნალებთ ხვალ. რატო გახდა აქტუალური ანტიბიოტიკებთან მიმართებაში აღნიშნული სლოგანი? ანტიბიოტიკები არის ჩვენი მთავარი ძალა ინფექციებთან საბრძოლველად, თუმცა ამას უნდა მოვუფრთხილდეთ. თუ ჩვენ დღეს რაციონალურად არ გამოვიყენებთ მათ, ბაქტერიები ერთი ნაბიჯით ყოველთვის გვისწრებენ, ანუ ისინი ახერხებენ, რომ გამოიმუშავონ გამძლეობა, ანუ სამედიცინო ენაზე რეზისტენტობა ანტიბიოტიკების მიმართ და ეს სულ უფრო და უფრო მზარდი პრობლემაა. ეს რეზისტენტობა მაგალითად მიჩნეულია მსოფლიოში 10 ყველაზე რთულ საზოგადოებრივ ჯანდაცვის პრობლემად. ანუ ბაქტერიები გამოიმუშავებენ რეზისტენტობას, შესაბამისად ანტიბიოტიკები მათ მიმართ აღარ არის ეფექტური და ეს უფრო და უფრო მძიმედ ღმავდება ეს პრობლემა. ამიტომ ანტიბიოტიკებს თუ ჩვენ არ გამოვიყენებთ სწორად, საჭირო დოზით, საჭირო დროს, საჭირო ხანგრძლივობით, მომავალში დავრჩებით ამ არსენალის გარეშე, იმიტომ რომ ახალი ანტიბიოტიკების გამოგონება ნელი პროცესია ძალიან და კიდევ მეორე ბაქტერიები წინ გვისწრებენ და რეზისტენტობა უფრო სწრაფად ვითარდება, ვიდრე ახალი ანტიბიოტიკები ჩნდება. ქალბატონ მაია, აღნიშნული პრობლემა ის გამოყენება ანტიბიოტიკების მარტო საქართველოს პრობლემა და ამიერკავკასიის, თუ მსოფლიოშიც აღნიშნული მდგომარეობა არის? ყველგან არის, მაგრამ იმ ქვეყნებში, სადაც არსებობს რეცეპტი და უფრო მკაცრია კონტროლი, იქ შედარებით უფრო მეტად რეგულირებულია ეს საკითხი. ჩვენთან მოგეხსენებათ, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შეიძინოს აფთიაქში. სამწუხაროდ დღეს ჩვენი რეალობის წინაშე ვართ, რომ ბევრ ადამიანს გონია, რომ სიცხის დამწევად შეუძლია გამოიყენოს ანტიბიოტიკი ან ყელის ტკივილისთვის, ან ფაღარათისთვის და ეს მართლა შეიძლება დავარქვათ კატასტროფა ამას, იმიტომ რომ ასე ანტიბიოტიკის მიღება არ შეიძლება. სამწუხაროდ ჩემი კოლეგები ზოგჯერ ზედმეტად ნიშნავენ ანტიბიოტიკებს, ამიტომ კი მთელ მსოფლიოში ეს დიდი პრობლემაა, ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებულად, იმიტომ რომ ეს საკითხი პრაქტიკულად რეგულირებული არ არის. ქალბატონ მაია, რა არის ამის მიზეზი? ვთქვათ, ნაკლები განათლება, ცუდი განათლება თუ რატო გახდა ესე პოპულარული ანტიბიოტიკების გამოყენება ყველანაირი პათოლოგიების დროს? ერთი რაც უნდა ვთქვათ, ჩვენთან ნაკლებად იყენებენ ბაქტერიოლოგიურ კვლევას. რეალურად სტანდარტი არის ასეთი. უმრავლეს შემთხვევაში ჩვენ უნდა ავიღოთ მასალას გულისხმობ მაგალითად თუ ადამიანს ყელი ტკივა, ხახის ნაცხი, თუ სეფსისია ეჭვის სისხლის ბაქტერიოლოგიას, თუ საშარდეგზების ინფექციაზეა შარდის ბაქტერიოლოგია და მერე უნდა დავიწყოთ ანტიბიოტიკოთერაპია. გასაგებია რომ ბაქტერიოლოგიური ანალიზის პასუხი იგვიანებს და ეს არის ხოლმე საბაბი რატომაც არ იღებენ, მაგრამ შემდეგ შეიძლება დაიწყოს ემპირიულად, ანუ ესე ზოგადად, ესე ვთქვათ, დაინიშნოს ანტიბიოტიკი და მერე წამოგვეწევა ის პასუხი რეალურად რომელ ბაქტერიასთან გვაქვს საქმე, რომელ ანტიბიოტიკებზე აქვს მგრძნობელობა ამ ბაქტერიას და მერე უკვე უნდა შეიცვალოს და მიზანმიმართულ დანიშნულებაზე გადავიდეს. აი ეს პრაქტიკა არც თუ ისე კარგად არის განვითარებული ჩვენთან. ამიტომ ადამიანებს ურჩევნიათ პაციენტებს, ექიმებსაც, რომ თავიდანვე ეგრეთ წოდებული ფართე სპექტრის ანტიბიოტიკები დაენიშნონ, ანუ ზოგადად რაც მოქმედებს, ეს კიდევ უფრო და უფრო ართულებს აი ამ რეზისტენტობის პრობლემას. რა თქმა უნდა, სულ უნდა ტარდებოდეს მუდმივად ამაზე შემახსენებელი ტრენინგები, ძალიან კარგია, რომ დღესაც ჩვენ ამაზე ვლაპარაკობთ. როგორც მოსახლეობას უნდა მივაწოდოთ ეს ინფორმაცია სულ, რომ ნუ მოითხოვენ ასე დაჟინებით ექიმებისგან დანიშნვას და თვითონაც თვითნებურად ნოინიშნავენ ანტიბიოტიკებს და ასევე რა თქმა უნდა ექიმებიც მუდმივად უნდა გადიოდნენ ტრენინგებს ანტიბიოტიკების მოხმარებაზე. აი ქალბატონ მაია, ეს როდესაც ეს ანტიბიოტიკი მოხდება ჩვენს ორგანიზმში, რა მავნე ზემოქმედება შეიძლება მოახდინოს გარდა თქო რეზისტენტობის განვითარებისა არასწორად გამოყენებულმა ანტიბიოტიკებმა? თავისთავად ანტიბიოტიკებს გვერდითი მოვლენები აქვს, ეს ყველამ ვიცით. მაგრამ კიდევ მეორე, როცა ის აუცილებელია და იმ კონკრეტულ სიტუაციაში მის გარეშე ინფექციას ვერ დავამარცხებთ, ამ გვერდით მოვლენების მართვაზეც მივდივართ ჩვენ, ხო? მაგრამ არასაჭირო დროს და არასაჭირო ხანგრძლივობით, როდესაც ინიშნება, ეს გვერდითი მოვლენები კიდევ უფრო, ასე ვთქვათ, გულდასაწყვეტია, რომ ვითარდება ადამიანის ორგანიზმში.
ძირითადად ერთ-ერთი პირველი არის ჩვენი მეგობარი ბაქტერიების, ანუ ნაწლავის ნორმალური ფლორის დაზიანება, განადგურება, რასაც შეიძლება მოყვეს ფაღარათი და ჩვენ ხშირად ვიცით, რომ ანტიბიოტიკების გამოყენების შემდეგ შეიძლება განვითარდეს ფაღარათი ან პირიქით შეკრულობა და ასევე ერთ-ერთი სხვა ინფექციის Clostridium difficile ქვია ის ვითარდება ხოლმე ამ დროს, თუმცა ეს როგორც წესი უფრო ხანგრძლივ გამოყენების შემდეგ ხდება. და აქვე მინდა ბარემ ამას მოვაყოლო, ამის შიშით ჩვენთან ხშირად ანტიბიოტიკთან ერთად ბევრ არასაჭირო წამალს ნიშნავენ, ეს კიდე ცალკე დიდი პრობლემა გვაქვს. ჩვეულებრივ სტანდარტულად განსაკუთრებით ამბულატორიულ პაციენტებში 5-7-10 დღიანი ანტიბიოტიკების გამოყენებისას საერთოდ არ არის საჭირო დამატებითი წამლები. ერთ ანტიბიოტიკს მოყვება ხოლმე ჩვენთან ეგრეთ წოდებული კუჭის დამცავი, ღვიძლის დამცავი, პრობიოტიკი, სოკოს წამალი. ეს თავისთავად სრულიად მიუღებელია. თუნდაც სოკოს წამლების აი ესე არარაციონალურად გამოყენება კიდე ცალკე პრობლემაა. ჩვენ რეზისტენტული სოკოები გვაქვს უამრავი. ამიტომ ესეთ მოკლე კურსებს და მოკლე ქვია 7 დღიანს, 10 დღიანს, 14 დღიანსაც არავითარი დამატებითი წამლები არ ჭირდება და გრძელვადიანსაც ინდივიდუალურად ექიმის გადაწყვეტილებით. ეს ჩვენთან ძალიან დიდი პრობლემაა. აი სოკოს წამალს შეხავთ, მაგრამ აი ამაზეც რო ვთქვა ორი სიტყვით, აი ეს სოკოს წამალი ხშირად თვითნებურადაც იყენებს ხოლმე ჩვენი მოსახლეობა და რამდენად ტოქსიურია ხოლმე აღიშველ ნივთიერებები. სოკოს წამლებსაც უფრო ხანგრძლივად იყენებენ ვიდრე საჭიროა. უმრავლეს შემთხვევაში ან არ ჭირდება და ვთქვა თუ უბრალოდ შეიძლება იყოს ვთქვა შორისის არეში ქავილი ხანდახან თავისით გადის. ეს ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ინფექცია, განსაკუთრებით ქალებში. ან ერთჯერადი დოზაც საკმარისია ხოლმე, თუმცა ხშირია ძალიან, როდესაც აი დღე გამოშვებით მრავალჯერად დოზებს იყენებენ და ეს იშვიათ შემთხვევაში გვჭირდება. და კიდევ ვიმეორებ, ჩვენ ახლა ფაქტიურად, როდესაც სოკოების პასუხი მოდის რეზისტენტობის პანელს რო უყურებთ, ანუ გამძლეობის, უფრო და უფრო გამძლე სოკოები მოდის და ესეც იმიტომ, რომ აი ასე არარაციონალურად ვიყენებთ სოკოს წამალსაც, მათაც უნდა მოუფრთხილდეთ ცხადია. მაგრამ ასე მინდა კითხოთ, აი ხა ვიცი რომ საქართველოში კანონით რეგულირდება წესდარიგით ცხოველებში ანტიბიოტიკების გამოყენება და საკვა პროდუქტებში მათი დიდი რაოდენობით მიწოდება, მაგრამ რამდენად არის ხოლმე აი ცხოველში როცა საკვა პროდუქტებად იყენებენ, თქვათ ფრინველებში, რა ის როდესაც მოიყვანენ ხელოვნურად ამ ხელოვნურ პარნიმაში ცხოველებს ასე ვთქვათ, მათში გამოყენებული ანტიბიოტიკი რამდენად ახდენს გავლენას შემდეგ ადამიანის ორგანიზმზე. კი, ეს 10 წლეულების მანძილზე ძალიან დიდი პრობლემა იყო და მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ აკრძალა. ანუ აქ ლაპარაკი იმაზეა, რომ ცხოველის მზასაკვებში ამატებდნენ ანტიბიოტიკებს პრევენციისთვის, ასევე ჰორმონებსაც, თუმცა ჩვენ დღეს ანტიბიოტიკებზე ვლაპარაკობთ ინფექციების პრევენციისთვის. და ამან რეზისტენტობის პრობლემა კიდევ უფრო გააღრმავა, იმიტომ რომ საკვებიდან ეს ანტიბიოტიკები გადმოდიოდა ადამიანის ორგანიზმში და ფაქტიურად ანტიბიოტიკების არარაციონალურ გამოყენებამდე დადის ეს. საქართველოშიც აკრძალულია, თუმცა რაღაც ბოლო დროს გაჟღერებულმა ინფორმაციამ, როგორც ყველამ ვიცით, თითქოს აჩვენა, რომ ეს ირღვევა ზოგიერთ შემთხვევაში ძალიან მიუღებელია, უნდა მკაცრად კონტროლდებოდეს ცხოველის საკვებში ანტიბიოტიკები აღარ უნდა არსებობდეს. დიახ. ქალთმაი, აი ექიმებთან მიმართებაშიც ამაზეც რო ვისაუბროთ, რამდენად არის გაწერილი თქვათ გაიდლაინებში, რეკომენდაციებში, როდის უნდა დაინიშნოს ანტიბიოტიკი და როდის არის ჩვენება, რატომ არის ეს გადაცდომები მაინც ხშირ შემთხვევაში? გაიდლაინები არსებობს, სამწუხაროდ ესეც ჩვენი ქვეყნის პრობლემაა, გაიდლაინები ძალიან ბევრია, პრაქტიკულად ყველაფერზე შეგვიძლია ჩვენ ვნახოთ გაიდლაინი ჯანდაცვის სამინისტროს საიტზე თუ ვნახავთ, უბრალოდ მათი აღსრულება და შესრულებაა პრობლემა. აი მაგალითად ანტიბიოტიკების გამოყენება უნდა იყოს რეცეპტით პირველი ერთ-ერთი მთავარი. ბევრჯერ იყო ამის ცდელობა, რაღაცნაირად თითქოს არაპოპულარული ნაბიჯი იყო და ბოლომდე ვერავინ ვერ გაბედა რომ ეს საკითხი დაემკვიდრებინა, არა და რაც არ უნდა არაპოპულარული იყოს, ეს არის აუცილებელი. მიუხედავად იმისა, რომ მართალია ექიმებიც ნიშნავენ ზედმეტად ანტიბიოტიკებს, მაგრამ მაინც ყველაზე მთავარი პრობლემაა, რომ ადამიანები თვითონ ყიდულობენ მეზობლის, მეგობრის რჩევით, ეს სიტყვა მომიხდა, მედავლე და მომიხდა ძალიან პოპულარული გამონათქვამია ჩვენთან და სრულიად მიუღებელი, იმიტომ რომ ყველა ადამიანს ინდივიდუალური სიტუაცია აქვს. ამიტომ რეცეპტი გარკვეულწილად ამ თემას მოაგვარებდა და თანაც აი ინტრავენური ძალიან ძლიერი ანტიბიოტიკებიც კი ადამიანს უბრალოდ შეუძლია შევიდეს აფთიაქში და იყიდოს. რა თქმა უნდა, ეს სანამ ასე იქნება, ჩვენ ანტიბიოტიკების პრობლემას საქართველოში ვერ მოვაგვარებთ.
და წეგანაც ვახსენე, რა თქმა უნდა, მუდმივად უნდა იყოს სხვადასხვა სპეციალისტების მუდმივად შემახსენებელი ტრენინგები. აი ხატია საკითხვა, დია ხატია გისვენ. შოთა კიდევ ერთხელ დილამშვიდობის მივესალმები შენს არაჩვეულებრივ სტუმარს. აი მოსახლეობის ცნობიერების ასამაღლებლად რომ ვიცოდეთ, აი თქვა თვითნებურად რომ არ უნდა მივიღოთ ანტიბიოტიკი და განსაკუთრებით მშობლები, რომლებიც პატარებს თვითნებურად უნიშნავენ. აი როდესაც გვინიშნავს ექიმი, რამდენად უნდა მოითხოვოს პაციენტმა წინასწარ რეზისტენტულობაზე ანალიზი ამა თუ იმ ანტიბიოტიკზე? კი, კითხვა გასაგებია. როგორც წეღავ თქვი, ხშირ შემთხვევაში ექიმი ვერ ელოდება ბაქტერიოლოგიური ანალიზის პასუხს, მაგრამ რა თქმა უნდა, კარგი იქნება თუ პაციენტი დარწმუნდება, რომ ბაქტერიოლოგიური ანალიზი აღებულია. მერე შეუძლია ექიმს დრო რომ არ დაიკარგოს ემპირიულად დანიშნოს რომელიმე ანტიბიოტიკი, მაგრამ კარგი იქნება რომ უკვე აღებული იყოს მასალა და პაციენტი ამაში დარწმუნდეს და მოითხოვოს სამედიცინო დაწესებულებაში ბაქტერიოლოგიური კვლევის ჩატარება. დიახ. ასე აი პირველ დანიშნულსაც ახსენებთ, ალბათ რეკომენდაცია იქნება რომ არაფართო სპექტრის ანტიბიოტიკის დანიშნვა, ხო? კი, აი თუ გაიდლაინებს მიუყვებით სხვადასხვა სისტემების ინფექციების დროს კონკრეტული ანტიბიოტიკებია მოწოდებული და ჯობია რომ მიუყვეთ აი ამას. ასევე კიდევ ერთი დიდი პრობლემაა სარეზერვო, ეგრეთ წოდებული, რასაც ჩვენ სარეზერვო ანტიბიოტიკებს ვეძახით, მათი უფრო სწრაფად დანიშნა, ვიდრე მთელი რიგი ანტიბიოტიკები უნდა შემონახული იყოს, ასე ვთქვათ, იმ სიტუაციებისთვის, როცა სხვა გამოსავალი არ არის. აი ეს ძალიან მკაცრად დადგენილი გაიდლაინებში არსებული და ეს ხელმისაწვდომია, არ არის აუცილებელი. ეხლა საერთოდ ყველანაირი ლიტერატურა ხელმისაწვდომია და არ არსებობს ინფორმაცია, რომელზეც ხელი არ მიგვიწვდება, მაგრამ თუ მაინც და მაინც ჩვენს ენაზე, ქართულად, სამინისტრო საიტზე არის ამაზე ლიტერატურა და ძალიან კარგი იქნება თუ ყველა ამას მიყვება. რაც შეეხება პაციენტს, კიდევ ერთხელ და ბევრჯერ გავიმეორებ, რომ აი ესე მეზობლის მეგობრის რჩევით არაფრით არ შეიძლება და არ არის ანტიბიოტიკი ყელის ტკივილის წამალი, ფაღარათის წამალი, სიცხის წამალი და ასე შემდეგ. აი ხშირად როცა ტარდება ხოლმე კონფერენციები ექიმებისათვის, ესეთი ზოგადი ინფორმაციის მიწოდება ნაკლებად ხდება ხოლმე, ანუ ძირითადად არის ხოლმე მიმართული ერთი ანტიბიოტიკის რაღაც მოქმედების შესახებ ინფორმაციის ფარმაცევტულ კომპანიებამდე და ცოტა ექიმებისთვისაც ეს ახალი ინფორმაციის და ფართო ინფორმაციის ზოგადი ინფორმაციის მიწოდება ძალიან შემცირებული რაოდენობა, იმიტომ რომ სამწუხაროდ არ ხდება ან ასოციაციების მიერ ან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზება ესე დიდი კონფერენციების და შეიძლება მცირე ინფორმაცია იყოს მიტანილი ექიმამდეც ანტიბიოტიკის შესახებ. აი, ქალბატონო, თქვენ ახსენეთ ზოგადი და სარეზერვო ანტიბიოტიკები და აი თუ არის საქართველოში ყველა ის ანტიბიოტიკი ხელმისაწვდომი, რაც საჭიროა ხოლმე რომ გამოვიყენოთ. რა თქმა უნდა, არა, ეს ძალიან რთულ პრობლემას შეეხეთ და ამაზე ინფექციონისტები მუდმივად ვჩივი ვართ. წერილიც კი არაერთხელ მიწერილი ჯანდაცვის სამინისტროში ამის შესახებ, იმიტომ რომ მთელი რიგი სიტუაციებია, როდესაც ძალიან რეზისტენტულია ბაქტერია და ჭირდება ის ანტიბიოტიკები, რომლებიც უბრალოდ ფიზიკურად ქვეყანაში არ არის. აქ უკვე იმაზე არ არის ლაპარაკი, პაციენტი გადამხდელუნარიანია თუ არა, სადაზღვევო კომპანია იხდის თუ არა. ფიზიკურად წამალი არ არის ხშირად ადგილზე და თუ ეს არ შეიცვალა, უფრო და უფრო გაჭირდება პაციენტების მართვა, ვისაც აქვს განსაკუთრებით მძიმე გენერალიზებული ინფექციები ჰოსპიტალიზებული პაციენტებში. აი ეს საჭიროება ის სასწორკვეთილებაში არიან ხშირად ექიმები, იმიტომ რომ ადამიანს აქვს რეზისტენტობა არსებულ ანტიბიოტიკებზე და რომელიც ჭირდება, ის უბრალოდ ქვეყანაში არ არის. ყველას არ შეუძლია უცხოეთიდან ჩამოაფრინოს ანტიბიოტიკი. და აქვე ბარემ დავამატებ, რომ რაზეც ჩვენ არ გულაპარაკია, გამომრჩა ძალიან მნიშვნელოვანია დიფერენცირება ბაქტერიულ და ვირუსულ ინფექციებს შორის. ეს არის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, როგორც პაციენტების მხრიდან, ზოგჯერ ექიმების მხრიდანაც. ადვილი არ არის ნამდვილად ეს ერთი ხელის დაკვეთ, რომ ზუსტად დავადგინოთ, მაგალითად, სასუნთქი გზების ინფექციის დროს აქ ბაქტერიულია თუ ვირუსული, მაგრამ პაციენტის გასარჩევიას არ უნდა იყოს, რა თქმა უნდა, უნდა მიენდოს ექიმს და ექიმისთვისაც ბევრი მარკერია იმისთვის, რომ ამის დიფერენცირება გავაკეთოთ. უმრავლეს შემთხვევაში ზემო სასუნთქი გზების ინფექციები სწორედაც რომ ვირუსულია, რომელსაც არავითარი ჩარევა არ ჭირდება. ანტივირუსული პრეპარატები იშვიათად არის ჩვენება გრიპის დროს მაგალითად, თუმცა ახლა ესეც ახალი პრობლემა დაგვიდგა. ანტივირუსული პრეპარატი გრიპის დროს, რომელსაც ვიყენებთ, აღარ დავასახელებ კონკრეტულ მედიკამენტებს,
წლების მანძილზე მისი დანიშვნა იყო ძალიან რთული, რომ ადამიანებს საჭირო დროს დაენიშნათ. აი წელს და შაშან შეინიშნება თითქოს მოდური გახდა და აი წელს სულ ამას ვიგერიებდით, რომ ყველას ვისაც გრიპის თუ ზემოსასტიკების სიმპტომები ჰქონდა, უმრავლესობა იღებდა ამ ანტივირუსულ პრეპარატს. ესეც სრულიად მიუღებელია, ამ წამალსაც თავისი ჩვენებები აქვს და აქაც არ უნდა გამოუზარდოთ რეზისტენტული გრიპის ვირუსი. ახლა აი ხშირად არის ხოლმე ბავშვებში აი ახსენეთ ზემოსათვალის ინფექციები და პედიატრები ან მშობლები ხელოვნურად იწყებენ აი ამ ბავშვობის ასაკიდან ანტიბიოტიკების გამოყენებას და ხშირად არის ხოლმე ეს ანტიბიოტიკები მე უფრო ფართოვდება და ფართოვდება. აი ბავშვებთან მიმართებაში როგორი მდგომარეობა გვაქვს? სხვადასხვა სულ უფრო და უფრო მეტი კვლევები ჩნდება, რომლებიც გვეუბნება, რომ რაც უფრო ადრეულ ასაკში ინიშნება ანტიბიოტიკები, მთელი რიგი სხვადასხვა ქრონიკული დაავადებების რისკ ფაქტორი შეიძლება იყოს, ამ დეტალებზე აღარ შევჩერდები. განსაკუთრებით ბავშვთან უნდა იყოს ეს მოზომილი და დაწმენდილი, ნამდვილად დასანიშნია თუ არა, კიდევ მეორე ანტიბიოტიკები ჩვენი მთავარი იარაღია და ხშირ შემთხვევაში მათ გარეშე შეუძლებელია პაციენტის მართვა. და ეს არც ისე ადვილია, რომ ზუსტად სწორად და დროულად შეფასდეს, უნდა დაიწყოს თუ არა ანტიბიოტიკი, მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს. არსებობს სხვადასხვანაირი ირიბი მარკერებიც. აი მაგალითად ჩვენთან ძალიან არასწორად უყურებენ C-რეაქტიული ცილის პასუხს. C-რეაქტიული ცილა არ არის ანტიბიოტიკის დანიშვნის ჩვენება, არა და ეს დამეთანხმებით ძალიან მიღებული პრაქტიკაა. C-რეაქტიული ცილა არის ძალიან ზოგადი მარკერი, რომელიც ყველანაირი ანთებითი პროცესის დროს შეიძლება იყოს მაღალი და სულ არ არის აუცილებელი, რომ ეს იყოს ბაქტერიული ინფექცია და ამიტომ უნდა დავნიშნოთ ანტიბიოტიკი, არა და ყოველ მეორეს ხედავთ, რომ ასე ხდება მსჯელობა. თუმცა არსებობს სისხლის საერთო ანალიზით, თქვათ, ვიცი, პროკალციტონინის ტესტით, ბევრი სხვადასხვა და გამოცდილებით ექიმის კომბინაციით უნდა შეფასდეს მართლა ჭირდება ადამიანს ანტიბიოტიკი თუ არა და ეს ვერ იქნება მშობელი. იმიტომ რომ ბავშვის, თქვათ, ოჯახში ეს საკითხი ვერ გადაწყდება ვერაფრით და შესაბამისად მივიღებთ ისეთ შედეგს, რომელიც არც ერთ მშობელს არ უნდა თავისი შვილისთვის. დიახ, აი ხატია საკითხი კითხვა, დიახ ხატია. კიდევ ერთი კითხვა მაქვს, არ ვიცი რამდენად რელევანტურია ამ შემთხვევაში, მაგრამ აი სიტყვა ანტიბიოტიკი რო გვესმის ჩვენ ხო ვერ ვასხოვებთ, ანუ არაპროფესიონალები. აი რაც შეეხება ადგილობრივ ანტიბიოტიკებს, თქვათ კანის საცხები, ანუ კრემი, რომელსაც უწოდებენ ადგილობრივ ანტიბიოტიკებს დერმატოლოგები. მისი გამოყენება რამდენად შეიძლება თვითნებურად, აი ვთქვათ, მქონდა გაღიზიანებული 5 დღის განმავლობაში მოვიხმარე და რაღაცა 1 წლის შემდეგ თვითნებურად ისევ ამ პრობლემაზე თვითონვე დავიტანე კანზე. შეიძლება თუ არა ამის გაკეთება? მადლობა ხატია სამკითხვისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი თემაა ესეც. კანი უბრალოდ გაღიზიანებული, ვთქვათ, რაღაცა გაჭრილი თუ არ ვიცი ნებისმიერი არ ნიშნავს, რომ ეს არის ბაქტერიული ინფექცია. ანტიბიოტიკი გარეგანი მოხმარებისთვის, ანუ მალამოს სახით მხოლოდ იმ შემთხვევაშია საჭირო, თუ ისევ და ისევ არის ბაქტერიული ინფექცია. თუ არის ჩირქოვანი გამონადენი და ასე შემდეგ, მაგრამ აქაც ისევ უნდა მოხდეს კანის ნაცხით განსაზღვრა რა ბაქტერია და რომელი ანტიბიოტიკის მიმართ არის მცნობიარე და მალამოს შერჩევაც ამაზეა დაფუძნებული. ანუ ნებისმიერი კანის გაღიზიანების თუ დაზიანების დროს ცხადი ანტიბიოტიკის მალამო არ უნდა იქნას გამოყენებული. აქაც უნდა ექიმმა მიიღოს გადაწყვეტილება. მართალია გარეგანი გამოყენება ანტიბიოტიკების ნაკლებ პრობლემას ქმნის, ვიდრე დასალევი თუ ვენაში თუ კუნჩი გასაკეთებელი, მაგრამ თავისთავად ესეც პრობლემაა. დიახ. კალკმაი ასე აი რო უთხრა ჩვენს მოსახლეობას ის დაავადებები და ვთქვათ ის ბაქტერიული დაავადებები, რომლითაც შეხად ჩვენ ისე არ გამოგვიდეს, რომ საერთოდ ანტიბიოტიკს საჭირო, რომელი დაავადებების დროს არის უფრო ძირითადად საჭირო ანტიბიოტიკის გამოყენება. კი, აი მაგალითად თუ დადასტურებულია სტრეპტოკოკული ანგინა, ხო? აქ აი ესეც არ არის ხოლმე ხშირად გამოყენებული. ძალიან ადვილია სწრაფი ტესტით სტრეპტოკოკის განსაზღვრა. 100%-იანი ტესტი არ არის, რა თქმა უნდა, მაგრამ ძალიან გვეხმარება, სანამ ბაქტერიოლოგიის პასუხი მოვა. თუ არის დადასტურებული სტრეპტოკოკული ანგინა, ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ანტიბიოტიკის გარეშე არ გამოვა არაფერი. საშარდეგზების ინფექციები, მთელი რიგი სიტუაციები, უმრავლეს შემთხვევაში, თუ დადასტურებული ბაქტერიული ინფექცია ანტიბიოტიკის გარეშე ვერაფერს ვერ გავხდებით, პნევმონია თავისთავად. ბრონხიტის დროს სადაო თემაა და უნდა კონკრეტულ სიტუაციებში, ბრონხიტის დროს ხშირად ანტიბიოტიკი საჭირო არ არის, მაგრამ კიდევ მეორე ბაქტერიული პნევმონიის შემთხვევაში, ანგინის შემთხვევაში, საშარდეგზების ინფექციის შემთხვევაში
ეს მე ვამბობ ამბულატორიულ პაციენტებზე, ხა სტაციონარში კიდევ სულ სხვა თემაა, რა თქმა უნდა, იქ ბევრი სხვა პრობლემაა. ანტიბიოტიკების გარეშე ხშირად ჩვენ ხშირად გავიმეორებთ დღეს ზოგჯერ პაციენტის მართვა, რა თქმა უნდა, შეუძლებელია. ოღონდ კიდევ ვიმეორებ, აქაც უნდა იყოს რაციონალურად რეზისტენტობის პროფილის გათვალისწინებით და შემონახული უნდა გქონდეს სარეზერვო ანტიბიოტიკები. დიახ, აი კითხვა იყოს ეს სტაციონარის პირობებში მეორადი ინფექციის განვითარება, აი რას ნიშნავს ეს ქალტომაია და როდი ამ დროს თუ გჭირდება ანტიბიოტიკი. ეს არის ჩვენ დიდი თავის ტკივილი, ეგრეთ წოდებული ჰოსპიტალური ინფექციები, ანუ რომლებიც ადამიანს სტაციონარში ემართება. სტაციონარებში ცხოვრობენ, ასე ვთქვათ, მთელი რიგი ბაქტერიები, იქ ბინადრობენ. და აი ეს საკითხი თითქოს ბევრი მუშაობა მიდის, მაგრამ მაინც დაუძლებელია. რა თქმა უნდა, ჰოსპიტალური ინფექციები თელს მსოფლიოში პრობლემაა, მაგრამ ჩვენთან განსაკუთრებული პრობლემაა. აქედან ზოგჯერ უცხოეთში რომ მოხვდება ხოლმე პაციენტი სამკურნალოდ, ისეთი ჯიშის ბაქტერიები ჩააქვთ, რომ იქ გაოცებულები უყურებენ, ზოგჯერ თვეები და წლები არ უნახავთ იმ ჰოსპიტალებში. ეს საკითხი, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრ მუშაობას და სასწრაფო მოწესრიგებას მოითხოვს. ჰოსპიტალების დონეზე და ცენტრალურ დონეზეც, იმიტომ რომ აი მაგალითად არაჩვეულებრივი ქირურგები ყავს, შესანიშნავად მიდის ოპერაცია და პაციენტი რთულდება, იმიტომ რომ ემართება ეს ჰოსპიტალური ბაქტერიები და რა თქმა უნდა მე უკვე აქაც ძალიან მნიშვნელოვანია სწორი მართვა, მაგრამ აქამდე არ უნდა მიდიოდეს საქმე. აქ მნიშვნელოვანია უკვე პრევენცია, იმიტომ რომ ჰოსპიტალური ინფექცია პაციენტს რაც შეიძლება იშვიათად უნდა დაემართოს. ეს ინფექციები შეიძლება კათეტერით იქნას მოხვედრილი ორგანიზმში, დრენაჟებით, სასუნთქი აპარატებით და ასე შემდეგ. ეს ცალკე ძალიან დიდი პრობლემაა ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებით. დიდი მადლობა მინდა ქალტომაია გითხრათ ესეთი ამომწურავი ინფორმაციის ჩვენ მოსახლეობის გასაგებ ენაზე ახსნისათვის. მე მინდა შეგახსენოს, რომ ჩვენი სტუმარი იყო ქალტომაია ბუწაშვილი, რომელიც საუბრობდა ანტიბიოტიკების არარაციონალურ გამოყენებაზე და მაქსიმალურად როგორც ქალტომაიამ გვირჩია, ვეცადოთ, რომ ავირიდოთ ზედმეტი ანტიბიოტიკების გამოყენება და ჩვენს ექიმებთან ერთად მაქსიმალურად მივიღოთ რაციონალური გადაწყვეტილება, რა მედიკამენტი უნდა დაინიშნოს ამა თუ იმ ინფექციური თუ ვირუსული თუ ბაქტერიული თუ რაღაც სხვადასხვა პათოლოგიების დროს. მე ერთი კვირით აგემშვიდობებ და გისურვებთ ჯანმრთელობას. შოთა ძალიან დიდი მადლობა.